გამოუსვლელი არაფერი არ არის. ეს არის წინააღმდეგობის საკითხი, ეს არის არდაღლის საკითხი, ეს არის თანმიმდევრულობის საკითხი და ეს არის ჩვენი დასავლელი მეგობრების გვერდში დგომის საკითხი. ამ ყველაფერში მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ყველაფერი სახეზეა, მაგრამ საჭიროა თუ არა მეტი კი, საჭიროა მეტი პოლიტიკოსებისგან, საჭიროა მეტი ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, მაგრამ საჭიროა მეტი საზოგადოებისგანაც. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩვენ ვიწყობთ ემოციურ განმუხტვებს და მე რაღაცნაირად მე არ ვიტყვი რომ ფსევდო ნიშნულობის თემებისგან, მაგრამ ნებისმიერი იმგვარი თემისგან, რომელიც არც თუ ისევ მნიშვნელოვანია სრული სურათის შესაცვლელად და გარდამტეხი არ არის, რაღაცნაირად დავისვენებთ ხოლმე და მოვიწყობთ ერთგვარ გამტვირთვას. ნუ ეს კარგი ადამიანებმა ზოგადად ფსიქოლოგიური გამტვირთვები უნდა აკეთოს, არავინ არ დაადგინა, ჩემი აზრით თუ ვინმე დაადგინა არასწორად, რომ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, წინააღმდეგობაში მონაწილე ადამიანებს არ აქვთ უფლება ან გაერთონ ან დაისვენონ ამ შემდეგ. ეს სუფთა, როგორ გითხრათ, პრაგმატულადაც სწორი საკითხია, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ყველას ჩვენ ძალების აღდგენა გვჭირდება. ვიღაცა შეიძლება არ კონდეს უფლება დაისვენოს და ძირითადად ეს პოლიტიკოსები არიან, მაგრამ ადამიანებმა უნდა აღიდგინონ თავის ძალები. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ Facebook ომებში გამარჯვება არ არის გარდამტეხი საერთო სურათისთვის, არც საზოგადოების დარწმუნება ერთ კონკრეტულ სიტუაციაში არ არის გარდამტეხი. თავისთავად ცხადია, გარდატეხას სჭირდება მასობრიობა, გარდატეხას სჭირდება მიზანმიმართულება და გამბედაობა. ეს ფაქტია და გამარჯვებების ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო გამარჯვებებისკენ სულისკენ. კი, ეს ანიჭებს ადამიანებს ძალას. მაგრამ ჩვენ ზოგჯერ ვიგონებთ ხოლმე გამარჯვებების ისტორიებს, მათ შორის პოლიტიკოსებიც და მათ შორის საზოგადოებაც. ეს კარგი არ არის, იმიტომ რომ გვაშორებს რეალურ მიზანს. არასწორი რეალობის შექმნა მარტო პროპაგანდას არ შეუძლია, ჩვენ შეგვიძლია რომ ესეთი რეალობები ზოგჯერ შევქმნათ, ეს არ არის კარგი. მიჩვენეთ აი სცენარი პირდაპირ მოვყავით ხო ქრონიკას. ბოლო რა არის ამ ყველაფერს ვიცით უკვე კარგად და პუტინის, რუსეთის ნამესნიკები რო არიან ამ ქვეყანაში ჩვენ კარგად ვიცით და ძალიან წარმატებით ახორციელებენ აი წარმატებით რაც გამოსდით, იმ ინსტრუქციების შესრულება ნამდვილად არის. იცით რა, ეს არ არის მოგონილი ამბავი, ეს დიდი ხნის წინ, ეხლა ამ Russian playbooks რო ამბობენ, ხო, რუსული რაღაცა ქრესტომატია, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რაღაცა ეს მართლა წიგნის სახით არსებობს. წიგნის ახლა არ გულისხმობ რაღაცა ბეჭდური პროდუქცია, ასე რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ იმას რაც მაღაზიებში იყიდება, არა. ეს მართლა არსებობს კონკრეტული ქმედებების ინსტრუქციების კრებული, რომელიც ამათაც აქვს. თავისთავად ცხადია, კიდევ ერთხელ მოვიყვან მაგალითად ისტორიას, ტელეკომპანია იმედი, როგორ აშკარად რუსული სკრიპტებით მოქმედებს, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ ციხიდან შემეძლო ამაზე დაკვირვება, დავიჭირა ჩემი თავი, რომ რაღაცას ამბობს ისეთ ჟურნალისტი, რომელსაც ქართულად უბრალოდ შინაარსი არ აქვს და მე რუსულად რო თარგმნი ამას, გამოდის რუსული იდიომა. ხო ხვდებით, ანუ სიტყვების თამაში, რომელიც არ გადმოდის სხვა ენაზე, შინაარსობრივად ცხადია, რომ ეს თარგმანებია და ცხადია, რომ ეს ინსტრუქციები მოდის, აქაც არიან ისინი, ვინც ამაზე მუშაობს, ხო, ეს არ არის ქოცური ტვინის ნაჟური. კი, მათაც ისწავლეს ამაში, რომ და ხელოვდნენ თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ძირთად ამითი არიან დაკავებულები, ხო? ეხლა ჩავხედე და შუქის ჩაქრობასთან დაკავშირებით, რაც მიუბრუნდები თქვენს ნათქვამს, რომ კატასტროფა იყო თავისთავად ცხადია, 90-იან წლებში, რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა არღივს უტრირებად, მაგრამ ეს ხო არ იყო ერთწამიანი, ასე ვთქვათ, რაღაცა სისტემიდან ამოგდება უსაფრთხოების გამო, რომელიც 5 წუთში უნდა აღდგეს, ხო? ეს იყო მნიშვნელოვნად ხანგრძლივი, თან არაერთჯერადი, ხო? არაერთჯერადი, ამასთანავე დღეს დილითაც იყო და კიდე განმეორდა ეხლა ამ საათებში როგორც ამბობენ, ხო? იმის ნაცვლად, რომ ჩვენ პასუხი მოვისმინოთ, რა განცხადება გააკეთა თან სუსმა, ამ ქვეყანაში ყველაფერზე სუსი აკეთებს განცხადებას. დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით, ეს საბოტაჟის მუხლი უკვე რაღაცა ყბადაღებული და სასაცილო ამბავია. ნუ არა ვარ სრულიად არ არის გამორიცხული, ხო? სრულიად არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ არ შეიძლება მთავრობას ყველაფერზე პასუხი კონდეს მავნებლობა, საბოტაჟი და ვიღაც.
ხო, ან ვიღაცა აკეთებს ამას, ზოგჯერ ციხიდან, ზოგჯერ რა ვიცი, ოპოზიციური პარტიიდან, წარმოუდგენელი ამბავი ხდება სინამდვილეში, ხო? საქმე წრავენ სასამართლო დარბაზში რაღაცის თქმისთვის, ახლა რაც ბაჩო ახალაიას კი არ აღძრს მიუსაჯეს საერთოდ ამისთვის, ხო? აი რაღაცას ადამიანი რო იტყვის, რომ კი ივანიშვილი დასამხობია რა არის ივანიშვილი, ხო? მაგრამ ეს დამხობა იმას ხო არ ნიშნავს ავტომატებით მივარდნას. კი, მათ ესე ესმით, იმიტომ რომ თვითონ ზოგიერთის ოჯახის წევრი ჩართული იყო დამხობაში ავტომატებით. კი ბატონო, ესე იყო 90-იან წლების დასაწყისში. და სხვა შორის საერთოდ არ ვარ დარწმუნებული 2012 წლის სცენარი რო არ ყოფილიყო აღიარება სამართლიანად ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების, მეორე საკითხია რომ ამ გამარჯვება რო არ დამდგარიყო ჩემი აზრით არ გაკეთდა მნიშვნელოვანი ნაბიჯები რომელიც შეიძლება გადადგმულიყო, მაგრამ რო დადგა ეს გამარჯვება, იქნა აღიარებული შედეგი. ეს მარტო დემოკრატიას არ ემსახურებოდა, ეს ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებასაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანაში გადამტრიალებლები ყოველთვის იყვნენ რუსული ძალები და 21 საუკუნეში ეს რუსული ძალები უკვე ოლიგარქები იყვნენ. ორჯერ მოხდა ეს ამბავი. ერთხელ ბადრი პატარკაშვილის მიერ და მეორეჯერ ივანიშვილი მზად იყო რომ ეს გაეკეთებია. ეს ინფორმაცია ხო მაშინაც არსებობდა. მე არ მესმის ამაზე რატო არ ვლაპარაკობენ. სააკაშვილი ბერს რო ყვება ციხიდან, ჯობია რომ ეს ამბავი მოყვეს. ხა კი არ რაღაცა ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მოსაყოლი ამბავია, ხო, ძალიან კარგად იცოდა ყველამ რა შეიძლება მომხდარიყო, რომ მოლოდინი იყო არჩევნების არაღიარების შედეგების გაყალბების შემდეგ და იქაც იყო გარკვეული მზაობა. ეს ხო ვიცით. და მე მაგალითად ამას მოვისმენდი სიამოვნებით სააკაშვილისგან და თქვენ გაიხსენებთ ქართული ოცნება სრულიად შოკირებული იყო იმით რაც მოხდა მაშინ. და ვერც შეატყობდი რომ რაღაცა სიხარული იყო, მე არ გულისხმობ ხა გარეთ ვინ ნინელი ჭანკვეტაძეს და იმას კეთი. ხო, თუმცა სიხარული იყო და ამტკიცებდა დოლიძის გამოსავენ და თავისუფალი მოვიდა. მე სხვა რამეს ვამბობ. პოლიტიკური ძალა, სახელად ქართული ოცნება არ იყო არც მზად ამ გამარჯვებისთვის და სხვა რამისთვისაც იყო მზად. ეს არის ცხადი ამბავი და თუ რამეზე ღირს ლაპარაკი, ამაზე ლაპარაკი ღირს. დანამდვილებით შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ეს არის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თან. რო ამბობენ რომ რუსული გადატრიალება იყო 2012 წელი. საერთოდ ჩემი აზრითაც იყო, მაგრამ ეს არ ეხება იმათ, ვინც მისცა ხმა ქართულ ოცნებას, როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთადერთ ალტერნატივას. სამწუხაროდ თავარი შეცდომა მაშინ ნაციონალური მოძრაობის მათ შორის იყო ის, რომ ეს იყო ერთადერთი ალტერნატივა. და ვისაც უნდა მიცემა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, იმან აირჩია ის ალტერნატივა, რომელიც არსებობდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობდა, მაგრამ რუსული ამ ყველაფერში ამომრჩეველი კი არ იყო. რუსული იყო გეგმა, რომლითაც ეს ყველაფერი შედგა. ბიძინა ივანიშვილის აუხსნელ რაღაცეებზე, რა გვინდა ეხლა თავის მიტრიალება აუხსნელ რაღაცეებზე. ის რომ ბიძინა ივანიშვილმა გააკეშაუთა რუსეთში მილიარდები, მოახერხა ის, რაც არავის არ მოუხერხებია საერთოდ დღემდე. როცა რუსეთიდან გადიხარ, მათთან შეთანხმების, პოლიტიკური შეთანხმების თუ მათზე მუშაობის გარეშე ლარს ვერ გაიტან, მეტიც ბინას ვერ გაყიდი, არათუ 1%-იან წილს იმაში, რა ქვია, გაზის კორპორაციაში, რა ქვია მაგათ, გაზპრომში. რა წილი უნდა გაყიდო, გაზპრომში ისე ჩამოგართმევენ, იმ 1%-იან წილს და ის სახელმწიფო კორპორაციაა, მოგეხსენებათ. საერთოდ კითხავს არავინ არაფერს, ხო? კაცმა ყველაფერი გააკეშაუთა, გაყიდა და ფული აქეთ გადმოიტანა. რანაირად შეიძლება ამაში რუსეთი არ იყოს ჩართული. თეორიულად შეუძლებელია, ამიტომ როცა ლაპარაკობთ, რომ არა ამას არ ვეთანხმებით და გვერდით მევატრიალებთ თავს, ძალიან კაფიო და ცხად ფაქტებზე, მაშინ ახსნა განმარტება ამაზეც უნდა მოვიფიქროთ. მაგრამ მოფიქრება ამას არ ჭირდება. ეს ცხადი ამბავია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე საერთოდ არ მაქვს ის წარმოდგენა, რომ ადამიანები, რომლებიც შეცდნენ, კი, ჩემი აზრით შეცდნენ. ნამდვილად 2012 წელს ხან მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ შემცნარენ. ეხლა 2012 წელმა მოიტანა ის რაც ხო ჭირს. სინამდვილეში, მაგრამ ამომრჩეველის არჩევანი და ამომრჩეველი ყოველთვის ვერ იქნება ბოლომდე ინფორმირებული. მაგრამ ამომრჩეველს უნდა ელაპარაკოს იმაზე, რა მოხდა რეალურად და არა პინგვინზე, რომელმაც გადაყლაპა ბეღურა. აი ესეთი
კამპანია რო იყო და ესეთი მედია რო იყო ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან მე თვითონ მუშაობდი იმ მედიაში თქვენც მუშაობდით ხო ამან მოიტანა ის რაც მოიტანა ის რომ ჰაერი გადაიკეტა მანამდე და მანიაკის გარდა არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ დარჩა ველი სამოძრაო ეს იყო რა თქმა უნდა შეცდომა კი ნამდვილად იყო მაგრამ ამ შეცდომების გამო ის რაც მოხდა მერე რაც ჩვენ მივიღეთ ნიკა ის რაც მერე მოხდა რა თქმა უნდა არ იყო იმ შეცდომების საპირწონე არა მე ხლა მე არასდროს არ ვიტყვი იმას რომ შეცდომები არ იყო და მნიშვნელოვანი პრობლემა ნაციონალური მოძრაობის მიერ არ იყო გამოწვეული რაც ბუნებრივ სურვილს ვადებდა რომ ის გადაერჩიათ მაგრამ კიდევ უფრო მეტად არასდროს არ ვიტყვი რომ ის რაც მოხდა იმ ყველაფრის საპირწონე იყო არა ის რაც მოხდა იყო კატასტროფა, მათ შორის როგორც ახლა აღმოჩნდა გეოპოლიტიკური კატასტროფაც, იმიტომ რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი დასავლეთისთვის, არა მხოლოდ კავკასიისთვის და ჩვენთვის, ხო? ეს ხო რუსეთის გამარჯვება, ხო? უნდა შევხედოთ, ხო, რომაელები უყურებდნენ საუკუნეების განმავლობაში. ეს ასეთი ფანჯარაა გახსნილი და საქართველოში რა ხდება? ეგ უკვე ისტორიული კატასტროფაა საქართველოში და მაგასაც გეტყვით. კიდე ვერ ვიაზრებდეთ, იმიტომ რომ სანამ ჯერ კიდე პლატფორმები გვაქვს ლაპარაკობ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და შევინარჩუნებთ ფორმულასაც და პირველსაც და სხვა პლატფორმებსაც, მაგრამ კიდე ამის გამო წარმოდგენა არ გვაქვს რამხელა პლატფორმებსაც ხელახლა გავხსნით, მეცაც კი ბატონო, ძალიან კარგი. არა, აუცილებლად ესე იქნება რამდენად ძიმე მდგომარეობაში ვარ. წარმატება უსურვა, ვიცი რომ თემაც მინდა რომ შემოვიდა. აუცილებლად. აი, წარმოუდგენელ მდგომარეობაში. მიუბრუნდეთ იგივე საკითხს კატასტროფებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორს ამბობთ, ნათია, ისტორიული კატასტროფაც არის, მაგრამ ჯერ გეოპოლიტიკური კატასტროფით დავამთავრებ, ხო? ეს დასავლეთისთვის არის განაკარგი. რომაელები სვავდნენ საუკუნეების წინ შეკითხვას ვის აწყობდა? ვის აწყობდა კითხვით მივი ყველაზე მარტივი კითხვით რომლითაც იხსნება პრაქტიკულად ყველა საქმე ხო ვის აწყობდა დამთხევა იყო არმჯერამე რუსული ამხელა მასშტაბის ცვლილებების რუსეთის ჩართულობის გარეშე კარგით ფაქტებიც ხომ გვაქვს ამასთან ერთად მაგრამ კარგით გენერალიზაცია არ გავაკეთოთ მაგრამ ამიხსენით აი ეს რაც ხდება 12-ში რაც მოხდა და დღემდე როგორც მოვედით ვის აწყობს დედამიწის ზურგზე რუსების გარდა. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის პირადი ინტერესი, გასაგებია ეს ყველაფერი. მაგრამ ეს პირადი ინტერესია ზუსტად თანაკვეთაში რუსეთის ინტერესთან და არა პირიქით. ხო? ვის აწყობს ის რაც ხდება საქართველოში? ერთადერთ ძალას და სხვა შორის ჩვენს ერთადერთ მტერს პლანეტაზე. მეტი მტერი ჩვენ არ ყოლია ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ხო? ვის აწყობს? რა თქმა უნდა რუსეთს, იმიტომ რომ ეს კატასტროფა ქვეყანა რომელშიც ჩუქი ქრება და განსხვავებით 2006 წლიდან სადაც პირდაპირ მნიშვნელობით გადაგვიჭრეს გაზის და დენიც და ერთ დღეში მოვიდა ერთიც და მეორეც. დღეს საათების განმავლობაში დენი არ არის და არც ვიგებთ. და განმარტებასაც არავინ არ ხვდის ტრადიციულ იდიოტიზმს ამბობს რომ ვიღაცამ შუქი ჩააქრო ვიღაცა ქართველმა საბოტაჟის მუხლით დაიწყო ძებნა და საბოტაჟის მუხლით საერთოდ არავის არ გაუგია საბჭოთა კავშირის მერე ამ ქვეყანაში და მეც როგორც იურისტმაც კი მახსოვს იქიდან რა ქვია ხიჩკოკის ფილმებიდან ომის დროინდელი აი გერმანელი შპიონები რომ ბეჭდავდნენ ფუნტებს იმიტომ რომ აი ესეთი საბოტაჟი მოეხდინა აი ეს ამ ფილმებიდან გვახსოვს ხო დახავსებული რაღაცა საბჭოთა სისულელე გააცოცხლეს და ეხლა ყველაფერზე საბოტაჟის მუხლით იწყებენ დევნას აი საერთოდ ყველაფრის ხო იქამდეც მივლენ ალბათ რომ ჟურნალისტის ნათქვამზე რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილება დაიწყოს ამასაც საბჭოთაში დაარქმევენ ხო ანუ ასეთ ვითარებაში ეხლა რა შეეხება ისტორიულ კატასტროფას ხო დასავლეთის კატასტროფაა რა თქმა უნდა და მარტო ჩვენც კი არ არის შესაძლებლობის ფანჯარა რატო გაიყო ჩვენ შესაძლებლობის ფანჯარა იმიტომ რომ დასავლეთსაც ჭირდებით მარტო ჩვენ კი არ ჭირდება დასავლეთი და ეს არის ჩვენი ძალა რომ ჭირდებით ოღონდ ჭირდებით დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი აი ეს კი არა რუსეთს უკანა ეზო და რუსეთის იმად ტბად ქცეული შავი ზღვა. აი ეს ჭირდება რუსეთს ამ ქვეყანაში. სუფთა პრაგმატულად რომ მიუდგეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი რო კონდეს მარტო ფულის კეთების და არა რუსეთს ემსახურებოდეს. მას ანაკლიაც დაჭირდებოდა ნორმალური ვითარება საქართველოშიც. მეცაც გეტყვით უფრო გავლენიანი კაცი იქნებოდა არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ კონტინენტზე. მაგრამ სხვა რამე ხდება, ჩვენ ხო ხედავთ რომ სხვა რამე ხდება. აბსოლუტურად სხვა რამე ხდება. და არც ჩინეთს არ ჭირდებით ესეთები. ხო, რაში ჭირდებით საერთოდ ვინმეს რაღაცა ჩვენი გასაცოდავებული რკინიგზით
შავ ზღვაზე ლოკალური მნიშვნელობის პორტებით და ყველაფერში ჩართული კორუფციით. ყველაფერში არც ერთი უცხოელი არ მოძრაობს ამ ქვეყანაში, რომელსაც წილი არ მეაქვს ქართულ ოცნებასთან. არც ერთი. სხვანაირად აქ ბიზნესი ვერ კეთდება. ქართველებს საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. ვერ კეთდება ამ ქვეყანაში სხვანაირად ბიზნესი. ვის ჭირდება ასეთ საქართველოს, სადაც სასამართლოში ვერაფერს ვერ მოიგებ. ვინც გინდა ის იყავი, რომელი ქვეყნის ინვესტორიც გინდა იყავი. ვერ მოიგებ ამ ქვეყანაში სასამართლოში. მივედი სანქციებამდე ბუნებრივია. აი ეს ისტორიული კატასტროფა ისაა, რომ ჩვენ უკარგავთ ამას. ის რაც დავით აღმაშენებლის დროს იყო და მე ბედის უკუღმართობის გამო უკვე მონღოლებმა დაასრულეს, ძალიან ცუდ დროს მოგვიწრეს, 1-2 საუკუნე მაინც რო გქონოდა კასპი მართლანიკოვსკიდან და რუბანდამდე მარტო დავითის დროინდელი კი არ იქნებოდა და დაამაგრებდა საქართველოს ამ ტერიტორიას. სამწუხაროდ ვერ მოესწრო. თორე ერთი ფეხის დასადგმელი რო ქონდეს ახლა კასპიაზე, არაფერი არ დაგვემხრებოდა, ივანიშვილიც არ იარსებებდა. არანაირი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა უსაფრთხო დემოკრატიული ზონა. ასე ჭირდება მთელ მსოფლიოს. დაწყებული შუა აზიიდან და შორეული აღმოსავლეთიდან, დამთავრებული უკიდურესი დასავლეთით ამერიკის კალიფორნიით. აი ეს არის მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გზა და ის გადის საქართველოზე, მეგობრებო. და ამ ვითარებაში დასავლეთიც კარგავს ამ გზას და საქართველოს საერთოდ ისტორიულ პერსპექტივას, რომ ისევ მაკონტროლებელი იყოს, ამჯერად არა გეოგრაფიულად, არამედ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად კორიდორის სახელად ნიკოფსიიდან, უბრალოდ დარუბანდიდან ნიკოფსიამდე ამას კარგავთ. რატომ? იმიტომ რომ ვიღაცამ ფული უნდა აკეთოს და იპარაზიტიროს უკრაინის ომზე. ეს ხდება საქართველოში მარტო და აკეთოს ბიტკოინები. მივედით თქვენ შუქთან. ხო, მივედით შუქთანაც, მივედით სანქციებთანაც და მივედით ბიტკოინებთან და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა, იმიტომ რომ აი სანქციები არის კავშირში. კი, ზუსტად. აი სიხარბე ამათი, ასეთი რომ ბიტკოინებით გამდიდრდნენ და ფული გააკეთეს. ხო, რბილი შეფასება რა თქმა უნდა. არა, ესენი ჩადიან ტრანსნაციონალურ დანაშაულებს. გეოპოლიტიკური არჩევანი. ბიტკოინები დღეს არის ფულის გათეთრების შესაძლებლობა. მსოფლიოში სხვა შორის გაზარდა, გახსნა ეს ასე ვთქვათ ლაკუნა, მოდი ასე ვთქვათ, სადაც ბევრად უფრო მარტივი გახდა ოპერირება ფულის გამთეთრებლების და თუ შენ სახელმწიფოს ფლობ, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ეს საერთოდ პრობლემა აღარ არის. ნახეთ ახლა როგორ აკეთებს ამას ივანიშვილი, ხო? თვითონ ადგენს თამაშის წესებს ბიტკოინებთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის მეშვეობით მათ შორის და სამწუხაროდ საბანკო სექტორის, რომელზეც სრული გავლენა აქვს. აბსოლუტური გავლენა აქვს და ამაში ეროვნული ბანკი არ არის მხოლოდ მისი ინსტრუმენტი. ერთი. მეორე, თავად არის ბიტკოინების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. უნდა ვიცოდეთ რა არის ბიტკოინი. ბიტკოინი არის აერი. რომელიც არის ერთადერთი რამ. აერია, ხო? რომელიც პირობითი ვალუტა, ხო? კი ბატონო. ჩემთვის საფრთხის მომცველი, მაგრამ ნუ რა ვიცი, თანამედროვე პროგრესი უშვებს ამას, მაგრამ ნუ შეზღუდვები მნიშვნელოვანი დაიწყო ამ მიმართულებით. ხო, ეს არის პირობითი ვალუტა, რომელიც ხარჯავს დენს. და დენის გამომუშავებელი წარმოებელი ქვეყნებისთვის, რომელთაც პროფიციტი აქვს დენის, ეგ არის შემოსავლის წყარო. ის ქვეყნები ამას ბეგრავენ ძალიან ხისტად. იმიტომ რომ ამ ბიტკოინებში ბევრ ფულს აკეთებენ მათი მწარმოებლები. ჩვენ რო გვესმოდეს ამ ჰაერის წარმოებაში, რომელშიც დენი იხარჯება, თუ დენის ტარიფი არის სპეციფიური ამ ბიტკოინერებისთვის, მაინინგის ქარხნების ფლობელებისთვის, თუ ისინი გადასახადს იხდიან, მაშინ კი ბატონო ჩვენი შემოსავალი. რა შვება ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი არ იხდის არანაირ გადასახადს. ბიძინა ივანიშვილი დენის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობს, იმიტომ დეგეგი არ შედის ამ ტარიფში, შესაბამისად და გარდა ამ ყველაფრისა წარმოშობს დენის დეფიციტს. საქართველოს თავისი დენი აღარ ყოფნის. ჩვენ ახალ ხესებზე რომ ლაპარაკობთ და მე საერთოდ ვარ დიდი გრანდიოზული პროექტის მომხრე არა ჰიდროელექტროსადგურის, არამედ ატომური ენერგოსადგურის, რაც არის სომხეთში და თუ ვინმე სიტყვა ატომურის ეშინია, მინდა დავამშვიდო, რომ დღევანდელი ტექნოლოგიებით ატომური ენერგოსადგური გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე ჰიდროელექტროსადგური და თუ მაინც და მაინც გვეშინია ამ ატომური ელექტროსადგურის ყურის ძილში გვაქვს აგერ სომხეთში და ღმერთმა დაიფაროს იქ რომ რამე მოხდეს ახლა რა სრულიად ფუჭია იმაზე ლაპარაკი რომ ჩვენ ეს არ შეგვეხება, ამიტომ ჩვენ ვექონდეს ეს ჯობია და ეს საერთოდ მოხსნის ყველანაირ პრობლემას. არც დავები არ იქნება არანაირი ამ მწვანე ეკოლოგიაზე, არაფერი. ჩემთვის მე მგრძნობიარე ვარ ეკოლოგიური საკითხების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მე მარჯვენა ცენტრისტი ვარ. ნუ ესეთი დამოკიდებულება მაქვს და ამას არც მალავ, მაგრამ
როცა ჩვენ ლაპარაკობთ რომ გვიჭირს ენერგიაში და ახალი ჰესები უნდა გავხსნათ და საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არის ამ საკითხზე კი ვიცით ხო? ჯერ სანამ ახალ ჰესს გავხსნით, ხარჯვის ოპტიმიზაცია ხო უნდა გავაკეთოთ. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 8-10%-მდე ხარჯავს ქართული ელექტროენერგიის და ის არის 3/4 მომხმარებელი ამ მაინინგის ქარხნების, ხო? ბიტკოინების წარმოების, რომელიც ამდენს ხარჯავს. პლუს ამას ქარხნები აქვს აფხაზეთში მათი კრიმინალური ესე ვთქვა დაჯგუფებებთან ერთად. მაგრამ რა ხდება აფხაზეთში? აფხაზეთში მიდის ენგურჰესის 90%. უფასოდ მეგობრებო. მაშინ როცა ჩვენ ხელშეკრულებით, რა თქმა უნდა. არა, აფხაზური პრესა წაიკითხეთ. აფხაზური პრესა წაიკითხეთ და ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ. ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ. 90% ენგურჰესის რომ მიდის აფხაზეთში უფასოდ. მაშინ როცა მათ ეკუთვნით ხელშეკრულებით 40 და ჩვენ 60. ნახეთ რამდენი გვაკლდება. ამას გარდა აფხაზეთში არის დენის დეფიციტი. გეკითხებით ახლა შუქი ხრება ხშირად. გეკითხებით 90% ენგურჰესის ამხელა აფხაზეთს, სადაც არანაირი წარმოება არ არის. რანაირად შეიძლება არ ყოფნიდეს? პასუხი არის მარტივი. პირდაპირ სასაზღვრო ზონებთან და ყველა მდინარის გაყოლებაზე არის მაინინგის ცენტრები. ვინ აკეთებს ფულს? აფხაზურ მედიას თუ დაუჯერებთ, ბიძინა ივანიშვილი. და რატო არის ეს ასე ვთქვათ, ძალიან სარწმუნო? აბა როგორ მიდის 90% ენგურჰესიდან? ვინ აძლევს? ეს ხო ჩვენზეც არის დამოკიდებული არა მხოლოდ მათზე. 80 აი შეხედეთ ახლა რამხელა დისბალანსი იქნება. ენგურჰესის 60%-ის ნაცვლად გვჭება 10, მოხმარებაში გვაქვს რაღაცა დამატებითი, რომელიც მთელი ენერგომოხმარების 7-8%-ია. ხედავთ რამხელა დისბალანსია. უდაოდ და შემოსული ელექტროენერგია მცირდება 40%-ით, თუ 50-ით, მეტით კიდე ენგურჰესიდან შემოსული და აქ მოხმარება იზრდება 8-9%-ით. ხო წარმოგიდგენიათ რამხელა სხვაობა? ხო და სანამ ვილაპარაკებთ ახალი ჰესი უნდა აშენდეს. რაზეც როგორც უკვე ვთქვით, არ არის საზოგადოებრივი კონსენსუსი, ხო? და სადაო თემა, სანამ ამაზე ვილაპარაკებთ, მეგობრებო, დავასტაბილუროთ ჩვენი ენერგომოხმარება. კი, ბატონმა რომანმაც დაწერა, მე მანამდე მქონდა ეს განცხადებები, მაშინაც წერდა ბატონი რომანი და მეც ვწერდი, მასთანაც გამივლია კონსულტაციები, იმიტომ რომ იცის ეს თემა. ნამდვილად ასაკრძალია ეს ამბები მინიმუმ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. დაუბეგრავ რეჟიმში, ხო მართლა ამას რა მოყვება ამ დისბალანსს? ჩვენ გვაქვს ენერგიის დეფიციტი, გავდივართ იმპორტზე, ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რაც უფრო ძვირი გვიჯდება და რა ხდება? ტარიფი იზრდება. ვისთვის? ჩემთვის, თქვენთვის და ღარიბი ქართველებისთვის. ბიძინა ივანიშვილისთვის არაფერი არ იწლება. ისე ვიაფათ ყოველგვარი გადასახადის გარეშე იღებს ამ ფულს. სად მიდის ეს ფული? რა თქმა უნდა, წამებში გადადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ნომინალურად ზრდის DGG-ს, ისა GDP-ს, ანუ ერთიან ეროვნულ პროდუქტს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის HR-ი. აი, როგორც ბიტკოინია HR-ი, აქაც ეს არის HR-ი მხოლოდ ციფრები. რატომ? არავინ არ არის დასაქმებული, ჯამში ალბათ 10-15, შეიძლება 50 კაცი, მაგრამ ეს არაფერი არ არის, მეგობრებო, 10%-ს რო ხარჯავს დენისას იმ ტიპის წარმოებაზე, ერთი, მეორე, ეს ფული საქართველოში არ რჩება, არ არის ამ ქვეყნის ეკონომიკის ნაწილი. არ აქვს მნიშვნელობა სად და მესამე თავის მომჭრელი ეს არის გზა ფულის გათეთრების და ძირითადში ეს არის რუსების და ირანელების ფულის გათეთრება და პლუს ამას ეს არის პარაზიტირება ეკონომიკაზე ის უკრაინის ომზე და უკრაინელი ხალხის მსხვერპლზე დაშენებული შემოსავალი. აი ეს არის მათ შორის ამუშუქობის საკითხიც. ეს არის მეგობრებო ჩვენ დენი არ გვაქვს, რაც გვაქვს ის არის უძვირესი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი დენი გვაქვს. რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი გავდივდეს. ძალიან მარტივად. ხო, იმიტომ რომ ზაფხულის სეზონზე HR-ის წარმოებას საქართველოს ყიდა მართლა ელექტროენერგიას. აი ეს არის იაფი ფული. რასაც დაყიდა ბიძინა ივანიშვილი. თავისთვისაა ეს იაფი ფული. თავისთვისაა ეს იაფი ფული და პარალელურად პამიდორი რო ძვირია რა ვიცი კიტრი იმ ფერმერებს რო კონდეთ დაბალი განაკვეთი სათბურებისთვის დენის მათთვისაც იაფი დაждდება ეს პამიდორი და ჩემთვისაც და შენთვისაც მომხმარებლისთვის მე საერთოდ არ ვჭარ პამიდორს მაგრამ სიტყვაზე ვამბობ ხო მომხმარებლისთვისაც მაგრამ ეს არ აინტერესებს ქართულ ოცნებას აინტერესებს დენის ფასი
ხო, მე არ ვიცი სად რა ინტერესები, მაგრამ სტატურები და ასე შემდეგ არის ეს. რა უნდა ეშველოს ამას? არაფერი ბიძინა ივანიშვილის გაგდების გარდა. გამორიცხულია, სანამ ეს კაცი აქ არის, გულისხმობ პოლიტიკურ ყოფნას. ხო, დანარჩენი უკვე სამართალდამცავი ორგანოების და სამართლიანი სასამართლო საქმე იქნება, ხო? სანამ ეს კაცი არის ამ ქვეყნის მეფე, პირდაპირ თქვათ, ხო? ის აკეთებს ყველაფერს რაც უნდა. აბა მეფობა მეტი კი არაფერი არ არის. გვარი და ის რა ვიცი ხა ბაგრატიონი უნდა იყოს მაინც. ნიკა, ბიძინა ივანიშვილი მაინც ცდილობს, რომ არჩევანი გაკეთებულია ირანი და რუსეთი ხედავთ, მაგრამ ცდილობს, რომ თითქოს ამერიკასთანაც რაღაც დაალაგოს. ძალიან უხარიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ დადგება რუბიოსთან, მე ეშინიათ რომ ეს სიხარული ზედმეტად გამოხატეს და რუსები გაუბრაზდებიან და მეორე დღეს თითქოს შლიან ამ თავიანთ ნარატივებს. კი, ტრამპთან გამოუვიდა დაალაგება შუა აზიის ქვეყნები დაალაგდნენ და რომ მოენდომებია ძალიან ივანიშვილს რაღაცას მიიღებდა, მაგრამ რამდენ რეალისტურად გეჩვენება მისი ამ კავშირების და პატრონების ფონზე რომ გამოუვიდეს ეს. ერთ-ერთ ეთერში თქვი რომ 2027 წელი იქნება უმძიმესი და მას პირდაპირ წაუყენებენ მოთხოვნას დემოკრატიული არჩევნების და იყო ამას მოყვა გამოხმაურება რომ აი ეს რა არის რა შოაში საიდან მოიტანა ამ შემდეგ. საიდან მოვიტანე და აგერ ჩანს საიდანაც მოვიტანე მეგობრებო. ერთი ინფორმირებული ადამიანი ვარ, ერთი. და მეორე შევხედოთ რა მოხდა ბოლო კვირაში. ეს კვირა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ იყო მძიმე, იყო ქართული ოცნებისთვის უმძიმესი. ევროკავშირმა 21 პაკეტი დაამტკიცა სანქციების. სადაც მოხდა ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა ყულების, ოღონდ ეს ყულების ინტერესი კი არ არის. სინამდვილეში ეს არის საქართველოზე იმის თქმა, რომ საქართველოს აქვს სქემები ფულისკეთების, ოღონდ რუსეთის დახმარების. რუსეთი კი არ ეხმარება საქართველოს, საქართველო ეხმარება რუსეთს და ამაში იღებს ფულს. ეხლა შევხედოთ როგორ ყულების ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა არის პოტიომკინის სოფელი. იქ არაფრის გადამუშავება არ ხდება სინამდვილეში. ეხლა რა ხდება? არა, არ გადავიქეცით. არც ეგ არ არის. დიდი შემოსავლები. არა, მე მოგიყვებით რა გადავიქეცით. რეექსპორტის საკითხია. თუ აქ შემოდის ნავთობი და მისი გადამუშავება ხდება აქ, მაშინ საქართველოს კანონმდებლობითაც და საერთაშორისო რეგულაციებითაც შესაძლებელია, რომ ადგილწარმოშობის ქვეყანად ბენზინის ამ შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის ან სუპროდუქტის, რომელიც ნავთობის გადამუშავებით მიიღება, ადგილწარმოების ქვეყანა ხდება საქართველო. სადაც გადამუშავდა. ეხლა რა ხდება? შემოვიდა რუსული ნავთობი, რომელიც ვერ გაიყიდება სანქციების გამო, ვითომ გადაამუშავა ამ რაღაცამ ქარხანამ, რომელიც გუშინ წინ გაიხსნა და უბრალოდ ჩემი ინფორმაციით ვერაფერს ვერ ამუშავებს, მაგრამ დაუშვათ რომ ამუშავებს, ადგილწარმოების ქვეყანად მიუთითა საქართველო, მორჩა, გათეთრდა რუსული ნავთობი, სანქციები ჩამოხსნა, გაყიდა. ოღონდ აქ მოდის უკვე მზა, რაც უნდა გაიყიდოს, ვითომ გადამუშავება ხდება და ჩვეულებრივად ადგილწარმოების ქვეყანად მიეთიდება საქართველო. ამაზე იყო ლაპარაკები, არ მოწესრიგდა ეს თემა, მაინც გააგრძელეს ფულის კეთება, გამტარი მოგეხსენებათ კოტე გოგელია, მაკა ასათიანის ქმარი, რომელიც რუსი ბიზნესმენია, ქართული გვარით უბრალოდ, რუსი ბიზნესმენია, პუტინის ახლო წრე არ არის ეგ მასშტაბი არ აქვს, მაგრამ აი ეს ოკალაპუცინსკაია ასე ვთქვათ აკრუჟენია არის და რეალურად ეს ხდება მეგობრებო, აი ამიტომ შეიტანეს ქართული იურიდიული პირი და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი და რუსეთის დამხმარე. ეს ხო კატასტროფაა და კატასტროფა და ლეგიტიმური სამიზნე ხდება უკრაინული დრონის. ამაზე რატო არ ფიქრობენ? იმიტომ რომ როდესაც უკვე სახელი ერქმევა, რომ ეს არის რუსული. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ უკრაინა არის ჩვენი მეგობრული სახელმწიფო და ეს ქარხანა ისეთ ზიანს არ აყენებს ახლა ამ ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი დაჭირდეს, მაგრამ ძალიან კაფეო განცხადება გააკეთა ევროკავშირმა, ის 6 თვიანი დათქმა, რაც არის. ეგ იცტრისი დათქმა, რომ სახელმწიფოს ახლა დედას არ უტირებთ, იმიტომ რომ სახელმწიფო გვეწოდება. თორე სახელმწიფოსაც ეკუთვნის აქცია, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკაა. ეს ხო ვიღაცა კოტეგოგელია კი არ აკეთებს. ამაზე რატო არ აღძრეს საქმე? თუ კოტეგოგელია აკეთებს, ამას საქმე რატო არ აღძრეს? ხო? ჩემზე და ლაკაზე და რა ვიცი, ნიკაზე და ზურაზე რო აღძრეს საქმე, მეილებს რატო აგზავნეთ სანქციებზეო? კოტეგოგელიას მეშვევით მართლა სანქციებში რომ მოხდა საქართველო. სად არის სუსი? სად არის საბოტაჟის საქმე?
სათხდება ეს ამბავი? არსად. იმიტომ რომ ეს მათი ამბავია, მეგობრებო. არავით არის საბოტაჟის საქმე არ იქნება და თვითონ აკეთებენ ამაში ფულს. და შემდეგი ნაბიჯი ისაა, რომ ეს 6 თვე თუ არ მორჩა, უბრალოდ 6 თვე არის დაკვირვების პერიოდი, რომ თავად მოაგვარონ ეს პრობლემა. თორე სანქცია ადებს უკვე ანუ მას აეკრძალა იმის კეთება. თუ არ დაეხმარება, მიყვება ამას სახელმწიფო. თუ არ მოაგვარებს თავად და არ დაემორჩილება ამ სანქციას, მოყვება უკვე სახელმწიფო. საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ მოხდება. ეს ერთი. რა ჩაწერა ევროკავშირმა სანქციებში? რა ხრელი აქვს ოცნებას ახლა მანევრირების რაღაც სივრცე რჩება თამათ. გააჩერებენ დროები, სივრცე სულ უფრო გაააგორებენ. კიდე ერთხელ დროებით გაჩერდებიან და გაააგორებენ. არ არის ეგრე მარტივი, არც სანქციები არ არის ესე ხაი ხარალო და ამას ჭირდება სწორი კალიბრაცია, სწორი დრო და სწორი ადრესატი. აი ეს სამივე უნდა იყოს თანხმედრაში, რომ აზრი კონდეს, შედეგი მოიტანოს. ამერიკის შეერთებული შტატები დაადებს სანქციას და შედეგი არ ექნება. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვლაპარაკობ ჩვენ, რომელიც ივანიშვილს დაასანქცირებს და ამას არაფერი არ მოყვება, მაგაზე არ წავა. ზუსტად უნდა იცოდეს, რომ შედეგი იყოს. და ეს გადაწყვეტილება ამაზეა დამოკიდებული, ხა ჩვენ გვინდა და ამიტომ დღესვე ყველაფერი მოხდეს, არ ხდება ეგრე. სწორ დროს გააკეთა ევროკავშირმა ეს, შეიტანა არა მხოლოდ ეს, ხო, უზარმაზარ პაკეტში, უზარმაზარი ადგილი ეთმობა იქ საქართველოს, ხო? იქ არის დემოკრატიაზეც ლაპარაკი ყველაფერზეა. ეს არის მზადება იმისთვის, რომ ყველაზე გვიან 2028-ში, როცა იქნება არჩევნები, უთხრენ, რომ ჩემო ძვირფასო, ეხლა იქნება ყველაფერი. ბუნებრივია რომ ყველაფერი მანამდე ვერ მოხდება. ეს არსენალი მათი გააზრებით 2028-ის არჩევნებია კალენდარული და მასელოდებიან, მათი გააზრებით ეს არსენალი იმ დროისთვისაც უნდა არსებობდეს. დიდი ბრიტანეთი ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით და ძალიან ეფექტიანი იყო მისი სანქციები, მაღალი ალბათობაა რომ კიდე იყოს ეს სანქციები და ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ორპარტიული თავდაცვის აქტი მიიღეს, იქ იყო წინააღმდეგობა ამ აქტში, ნუ სულ 10 ხმა იყო თუ არ ვცდები თუ 6 სხვაობა, 6 დემოკრატმა მისცა მარტო ხმა, მაგრამ ორპარტიულია მაინც ეს აქტი. საქართველოს ნაწილზე იყო სრული შეთანხმება ორივე პარტიის და რა არის საქართველოს ნაწილი. ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, სამხედრო დახმარება და რაკიღა სამხედრო აქტია. იქნება მაშინ, როცა პოლიტპატიმრებზე, მხოლოდ პოლიტპატიმრების საკითხი იქნება ჯერ და მე ყველაფერი დანარჩენი. და ასევე დემოკრატიის საკითხები. ამიტომ გადაიწია თქვენი ძინაამდეგ საქმის წარმოება, ამ როგორ ფიქრობთ? მე იმ წუთში ჩემთვის ეს არ იყო ცნობილი, როდის მოხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმის მერე ისეთ რაღაცები მოხდა. ძალიან სანქცია არ არის ეს საპორიზაციის აქტიდან გამოწვეული ამბავი არ არის რომ კი ეს შიში შეიძლება ქართული ოცნების მხარეს არსებობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხვალ იგივე არ მოხდეს, მაგრამ კიდევ რას არ ნიშნავს იმას გეტყვით. კიდევ იმას არ ნიშნავს რომ ჩვენი თავისუფლებით ვაჭრობა ხილდეს ბიძინა ივანიშვილის სანქციებისგან გათავისუფლებად. არა. და ჩვენს მეგობრებს მე პირადად ყოველ შემთხვევაში მე სხვის სახელით ვერ ვლაპარაკებ, მე პირადად ჩემს მეგობრებს იმავე დღეს მივწერე რომ თუ ამ ორ შორის რაიმე კავშირია, ძალიან გთხოვთ მე თავი დამანებოთ. მე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და პირდაპირ გეუბნებით პოლიტიკური განადგურება დასავლეთის მხრიდან და არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკურიც და კომერციულიც გაცილებით უფრო ძვირია ჩემთვის, ვიდრე ჩემი თავისუფლება. ამიტომ მე არ გამოვიტან ჩემს საკითხს არასდროს არც ერთ ფორუმზე და არც ერთი ფორმით, მათ შორის არც საქართველოში შიდა მოლაპარაკებებზე და ეთყობათ კოცებს უკვე კოჭებში, რომ ამ მიმართულებით მოძრაობენ და არ ვიცი, აზრი არ აქვს ჩემთან მოსვლას, ამიტომ ჯობია რომ თავი შეიკავონ, თუმცა იციან და არც მოსულან. გამორიცხულია რომ ეს საკითხი იყოს რამენაირი სავაჭროები იყო? გამორიცხული ამბავია, არაფერზე ეს არ გაიცვლება, იმიტომ რომ ფეხებზე მკიდია ეს ამბავი, დაჭერის ამბავი და ფეხებზე მკიდია კი არა, ისტორიულად მნიშვნელოვანი მგონია საქართველოს გადარჩენა, რაც უკავშირდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განადგურებას. სხვანაირად ეს ვერ მოხდება, გამორიცხული ამბავია. ამიტომ ვამბობ სწორედ, რომ კაფეოობა სიხისტე, ხო მართლა ბიტკოინებიც იყო იქ, ხო? ხო გახსოვთ. ბიტკოინებიც იყო დანამდვილებით, მიუახლოვდით უკვე იმ ამბავს ჩვენს უშუქობასაც და ბიძინა ივანიშვილის ქურდობას და ფულის გათეთრებას, ხო? ამ ქვეყანას ქურდავს და ფულს ათეთრებს და აზიანებს თელ ცივილიზებულ სამყაროს, ასევე, ხო? ორ რაღაცას აკეთებს ამით. ესეც ჩაიწერა იქ. ეს ყველაფერი რა არის, რა გონიათ? ბიტკოინებს წერ, სადაც არ უნდა ჩაწერო საქართველოს და ბიტკოინები
ეს ორივე ჯამში ნიშნავს ბიძინა ივანიშვილს, მეტი არაფერს არ ნიშნავს. საერთოდ არაფერს არ ნიშნავს სხვას. ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც ჩაწერა, რომ ირანთან და ჩინეთთან თანამშრომლობაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს ჩვენი უშიშროების ძალების მიერო და მეორე დღეს გაკეთდა ოღონდ განცხადება, რომ ირანია ცეცხლს ეთამაშება ბატონი კობახიძე. ძიმე რაღაცეებს ეთამაშება ძალიან და ირანში ან ჩინეთში თუ გონია რომ გაიქცევა და მიიღებენ ძალიან შემცდარა და რუსეთში რომ ვერ გაიქცევა შეიძლება შეუძლია დაურეკოს ძალიან ბევრს რუსეთის მიერ მართულს და საცხოვრობენ და რა პირობებში ჯანდაბაში სადღაც მოსკოვში მიუშვებს იქვე მოხდება თავადაც ამიტომ ეს ყველაფერი რაც ახლა არის ძალიან მკაფიოდ გვანიშნებს იმას რომ არსენალი აქვს დასავლეთს და კიდევ უფრო მეტად აკუმულირდება და იგი გახარჯული იქნება სწორ დროს, სწორი დოზით და სათანადო პირების მიმართ. ეს ასე ხდება, ჩვენ ვლაპარაკობთ სერიოზულ ხალხზე, ძლევამოსილ ქვეყნებზე და ეს არ არის მათთვის თამაში. არავისთვის არ არის ეს თამაში, ისინი სახეს არ დაკარგავენ, თავისი ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, ბოლო კოზირის ჩამოგდებით, რომ ვერ გაუჭრან ვიღაცას ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ პროვინციული დიქტატურის მსგავს რეჟიმებს ვერ გაუჭრან მათი ჩამოსული კარტები. ეს ესე არ ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვლაპარაკობთ ბრიტანეთზე, ევროკავშირზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მოკლედ, დიდი მადლობა ნიკა. გაიქცა, გაიპარა ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა უკრაინაზეც და არა მარტო გველაპარაკა სხვა თემებზეც, მაგრამ ეს საკითხები ახლა იმდენად ცხელი და აქტუალურია. შემდეგ ის უმარიც ნინო ევგენიძე იქნება ჩვენთან ერთად და ნინო ევგენიძე მე საკითხები ჩემზე უკეთეს. ავტორიზაციის აქტში რა ხდება და ეს ინიციატივები რას გულისხმობს ამ თემაზე დღეს აქცენტირებულად მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი. მადლობა ნიკა. და როგორც უკვე გითხარით, ამ თემაზე სულ ცოტა ხანში ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მოვისმინოთ ევროკომისიიდან გაკეთებული განცხადება ევროკავშირის სანქციების პაკეტზეც და მე ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ნინოსთან ერთად უნდა შევადაროთ და გავაანალიზოთ, ასე რომ რამდენიმე წუთში ნინო იქნება ჩვენი სტუმარი. სანქციების ამ პაკეტში ჩვენ შევიტანეთ წინადადება ყულევის სანქციების სიაში დამატების შესახებ. როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსიები გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ მოახდენენ დივერსიფიკაციას რუსული ნავთობისგან. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებების შესრულება ვიხილოთ. სწორედ ამიტომ დავუშვით 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ყულევი აღარ იქნება სიაში. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას კრიპტოვალუტებზე, რა შევთავაზეთ ამ პაკეტით კრიპტოს მიმართულებით, ინდივიდუალურად შევიყვანეთ სიაში გარკვეული პლატფორმები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდისავლისა და სანქციების რეჟიმის დარღვევით. რუსეთს ფულის გადარიცხვის შესაძლებლობას აძლევდა. ჩვენ გვსურს წერტილი დავუსვათ ასეთ ქმედებებს. ეს იყო განმარტება, რომელიც გაკეთდა ევროკავშირში, მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი 21 პაკეტი დაწესდა და 6-თვიანი ვადა აქვს ფაქტობრივად ახლა საქართველოს და ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს საკითხი და თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანილი ცვლილებები ქართული ოცნების სიხარულით თითქოს მეგობარი აქტი შეჩერდა, დაპაუზდა. ცოტა ეფემერული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც მხარდაჭერა აქვს უკვე კონგრესისგან, წინ სენატია, მაგრამ მაინც ნინო ევგენიძე შემოგვიერთდა და არა მხოლოდ ამ პროცედურაზე, ზოგადად ამ პოლიტიკაზე უკვე დასავლეთის, რომელიც გამოიკვეთა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ხა ვოლოდიმერ ზელენსკი მომავალ კვირას ჩავა შეერთებულ შტატებში. და ის პირდაპირ ამბობს, რომ კედელი დასავლეთისთვის, ჩინეთის და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ არის უკრაინა და ეს რუსეთის ომის ეკონომიკა უნდა გაჩერდეს. და აქ ეს პატარა ჭანჭიკი საქართველოს ვერ დარჩებოდა დასავლეთის ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, და ეს ევროპული სანქციებით მინდა დავიწყო პირველ რიგში და გადავიდეთ მე შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე. აი ეს 6-თვიანი ვადა, როგორ წარმოგიდგენიათ, ქართული ოცნება რას აირჩევს, რას გააკეთებს ახლა? რასაც აქამდე აკეთებდა, რა თქმა უნდა, იმას აირჩევს, რომელიც გადის ისევ აი ამ რაღაცა დანაშაულებრივი სისტემების
გადაწყობაში, რაღაცა ახალი მოდელების შემოტანაში, იმიტომ რომ ზოგადად ეს ამგვარი სისტემები და ამგვარი ოლიგარქიული, რუსული ოლიგარქიული მოდელები რაიმე გამოსწორებას ზოგადად ბუნებაში არ ექვემდებარებიან. ამიტომ მე არანაირი იმედი არ მაქვს ამ მიმართულებით, რომ მათი გადადგმული ნაბიჯები რამე ქცევის რაღაცა შეცვლას გამოიწვევს ამ მიმართულებით, რო არ მოგატყუოთ. მათი ქცევის შეცვლას არ გამოიწვევს, მაგრამ მათი ბიზნესების ნგრევას ნამდვილად გამოიწვევს და ამიტომაც არის ეს სანქციები შემოღებული. მე ვფიქრობ, რომ აი რუსეთის წინააღმდეგ 21 ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი 21 პაკეტის სანქციების დაწესება მართლაც აი ამ სანქციების მიმართულებით დანარჩენი მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან გარდამტეხი არის, იმიტომ რომ მართლაც ასეთი მძიმე სანქციები ყოველ შემთხვევაში აქამდე სხვადასხვა მიმართულებით და ეს არ მოიცავს მხოლოდ რაღაცა დასანქცირებულ რაღაცა პირების სიას ან რაღაცა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ გადახედავთ იმ სფეროებს ვაჭრობიდან დაწყებული მართლაც ენერგო უსაფრთხოების და სხვადასხვა მიმართულებებით ძალიან დიდი მოცულობის, ასე ვთქვათ, იმას მიადგა და მიაყენეს ძალიან დიდი დარტყმა. და სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ აი ამ დიალოგში და ამ დისკუსიებში არ ყოფილა საუბარი ბრიტანეთზე და უნდა დაგარწმუნოთ, რომ ბრიტანეთის როლი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების, ასე ვთქვათ, დინამიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გახდა პირველი შემთხვევა, სხვათა შორის თავად ბრიტანეთში ამბობენ, რომ ეს გახდა პირველი შემთხვევა, როდესაც სხვათა შორის ევროკავშირის წევრებიც რო ვიყავით, მაშინაც არ გვითანამშრომლიაო ასე მჭიდროდ ამ საკითხებთან მიმართებითო და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ბრიტანეთის როლი აი ევროკავშირის სანქციების კიდევ უფრო დამძიმებაში რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ის კომპანიები და ის ასე ვთქვათ მოთამაშეები, რომლებიც რუსებს ეხმარებიან ამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდე ბრიტანეთს ყავდა იდენტიფიცირებული და დასანქცირებული ყავდა ბრიტანეთს, ამიტომ მათი აქ არ აღნიშნა და წინ წამოწევა მათი როლის, მე მგონი ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა. ის რაც საქართველოს მოიცავს ამ მიმართულებით, შეიძლება ყველა ის კომპანია, რომელიც ამ 21 პაკეტში არის ჩამოთვლილი, ხო ხვდებით, საქართველოში არ ოპერირებდეს, მაგრამ პირდაპირ თუ ირიბად ეს კომპანიები დაკავშირებულები არიან საქართველოსთან და რო არ მოგატყუოთ ის 6 თვიანი დათქმაც საერთო სურათში არც არაფერს არ ცulis ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, იმიტომ რომ წინა შემთხვევაში თუ გახსოვთ 6 თვის წინ, როდესაც უნდა ყოფილიყო დასანქცირებული, ჩემი აზრით ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც მაგ დროს არ დასანქცირდა, გახდათ აზერბაიჯანული, რადგანაც პორტის მფლობელი გახლავთ აზერბაიჯანული კომპანია სოკარი და მათი, ასე ვთქვათ, დადანაშაულება და იყო იქ საუბრები იმაზეც, რომ აზერბაიჯანული კომპანია, ასე ვთქვათ, ყველანაირად ცდილობდა და ამბობდა, რომ ისინი არ არიან საქმის კურსში იქ რა ხდებოდა და ითხოვდნენ დამატებით დროს, რომ ჩატარებულიყო გამოძიება. ის და ხო, გამოსწორებულიყო, მაგრამ მე ჩვენ კი არაერთხელ ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გაფრთხილება მისცეს და საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას გამოუგზავნეს წერილი იმისთვის, რომ გაფრთხილების წერილი, რომ შემდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაასანქცირებდნენ, სამწუხაროდ ეს, ასე ვთქვათ, გაფრთხილება უგულებელყოფილ იქნა და ის შემდგომი ნაბიჯები, ახლა რაც აქ ამ მიმართულებით გადაიდგმება, მე ვფიქრობ, რომ უკვე გადადგმული არის, იმიტომ რომ ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის, არა რუსისთვის და არა ირანელისთვის და არა აი ესეთი რა დამნაშავე და ტერორისტული რეჟიმების, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი თუ არ ახარ, ისეთ კომპანიასთან და ისეთ პორტთან და ისეთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, რომელიც იმისი, რა ქვია, ევროკავშირის 21 პაკეტის სიაში არის მოხვედრილი და დამერწმუნეთ არავის არ მოუნდება, ამიტომ იმის გათვალისწინებით და თქვენს გადაცემაში, რა ვიცი, არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, სულ რომ ეს ყველაფერი რაღაცა შემოვაცალოთ ეს ისინი, მათი კავშირი და მათი დამფუძნებლების კავშირი
რუსეთის სპეცსამსახურებიდან და გენერალ ალექსეევის შვილის მონაწილეობა ამ კომპანიის დამფუძნებელთა სიაში, რა ვიცი, მაგაზე მეტი დადასტურება იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში არიან ეს ქართველი მფლობელები, რომლებიც ამ კომპანიას ფლობენ, რა ვიცი, რა უნდა იყოს მეტი ამაზე დიდი, მე ცოტა ძნელად წარმომიდგენია და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ამგვარი სანქციები კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება იმის გათვალისწინებით, რომ თუ ხედავთ რეალობას, რომ რა ხდება ზოგადად უკრაინა აი მიყენებულ დარტყმებს სანქციებს ეძახის რუსეთის ტერიტორიაზე და ეს მართლაც არის სანქციები და სწორედ ის სასაწყობე და აი რაღაცა ინფრასტრუქტურული ჯაჭვში რაც ხდება ყველაფერს ყველა იმ ასე ვთქვათ მნიშვნელოვან წერტილებს ურტყამენ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამიტომ ეხა აქ საქართველოში იმის რა ქვია ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ვერაფერს ვერ შეცვლის ამ მიმართულებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ფინანსური სექტორი, რომელიც ამ კომპანიების ასე ვთქვათ ფინანსურ მომსახურებას ეწევიან, აუცილებლად მოხვდებიან დასასანქცირებელთა სიაში და იქ გაფრთხილებაც იყოს SWIFT-დან გათიშვასთან დაკავშირებით. ეს კატასტროფა იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ქვეყნის ასე ვთქვათ იმიჯის და ჩვენი ზოგადად ყველანაირი იმიჯის ასე ვთქვათ მიმართულებით, მაგრამ ამავდროულად რეჟიმისათვის ასე ვთქვათ საფუძველის გამოცვლის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ მე ძალიან პოზიტიურად უყურებ ამ ყველაფერს. რა ვქნათ, რადგან ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ქვეყნის რეპუტაცია და ამ ქვეყნის მომავალი არაფერს ნიშნავს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება და სანქციები მათთვის. რა თქმა უნდა, სუსხავი არა, დამანგრეველი მე ვიტყოდი და ამ სანქციების, ასე ვთქვათ, რეალობაში მთავარი მიზანი სწორედ ამგვარი არა მსუსხავი, არამედ დამანგრეველი ეფექტისთვის არის ჩადებული და არა როგორც დიპლომატიურ ენაზე ქცევის შესაძლებლად არ არის, რა თქმა უნდა რა. და ვიდრე გადავალთ ახლა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე და ავტორიზაციის აქტზე, მაინც მინდა განმარტება გავაკეთო, რომ უკრაინა თქვენ სწორად აღნიშნავთ, რომ სანქციებს უწოდებს იმას, რასაც აკეთებს, მათ შორის ენერგოინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და ნავთობის ტერმინალები, კომპლექსები აალებული შავი კვამლი კილომეტრებიდან რომ ჩანს არაერთხელ ვნახეთ და საქართველოს ხელისუფლება მე წეღანიკასთანაც ვთქვით, იმედს ვიწოვებთ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა ამას არ გააკეთებს, მაგრამ იმედია ეს ხელისუფლება ამასაც არის. ამს რო საბოლოო ჯამში რაიმე საფრთხე შეუფნას ჩვენს უსაფრთხოებას აქ სულ ხო ომზე და მშვიდობაზე ლაპარაკობენ და ხო ლაპარაკობენ რომ განსაკუთრებული საფრთხეები აცილეს ქვეყანას, სადაც 17 წლის ბავშვები კვდებიან ეს სიცილის გამო და მოჩვენებითი მშვიდობა გვაქვს ხო და აი ამ საფრთხის წინაშეც არ დააყენებენ იმედი ვიქონიოთ ქვეყანას და ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყოს ზუსტად ჩვენი პარტნიორების აქტიურობა, რომ რეჟიმმა იცოდეს რომ ფასს იხდის, რასაც უშავებს თავის ქვეყანას და დასავლეთსაც მათ შორის. და მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციის აქტში, რომელიც კონგრესმა მიიღო, ჩაიდოს სწორედ პოლიტპატიმრების თემა, იმიტომ რომ ოცნება მოშვებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ეს თითქოს მათ გონიათ, რომ პრიორიტეტი აღარ არის და ამიტომ შეძლებენ რაღაცა ტრანზაქციული პოლიტიკა აწარმოონ. ესც არ გამოსდით, მოკლედ გარიგებებიც არ გამოსდით, ამასაც ხედავთ, მაგრამ რამდენად გადამწყვეტი არის და აი ამ ფრაზას, რომ პოლიტიკური პატიმრების შესახებ შესწორება, რომ თავდაცვის დეპარტამენტს კონგრესს ავალდებულებს, რომ კონგრესს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რა სიგნალი შეიძლება გახდეს ოცნებისთვის? ხო, მე მგონი ის ჩამოთვლილი პუნქტები ყველა რაც არის ამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვათა შორის მე თუ მკითხავთ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ თავისთავად თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ამ ჩვენი, ასე ვთქვათ, აქტის მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
კიდევ უფრო მეტ ხარისხს და აუცილებლობას და ის რომ აუცილებლად შესრულდება აი ამის გარანტიებს აძლევს ამ აქტს და დარწმუნებული ვარ და თქვენ ნახეთ კიდევაც რომ ძალიან დიდი უმრავლესობით მიიქნა მიღებული და სასაცილო განმარტებები ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წარმომადგენლების რომ ეს ერთი კაცის ახირება თურმე რომელსაც 212 კონგრესმენი უჭერს მხარს სასაცილოდ ვინ გამოიყურება ამ მიმართულებით კი ვხედავთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ისევე როგორც უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პაკეტი ეს პაკეტიც აუცილებლად როგორც კი დაბრუნდება კონგრესი სენატი არდებებიდან აუცილებლად იქნება მიღებული რაც კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერა იმ ჩვენი პოლიტიკური პატიმრებისადმი და რომელსაც ყველას ერთად მივესალმები და ვფიქრობ რომ არა ისინი საერთოდ არაფერი არ იქნებოდა და საქართველოს საერთოდ არ იქნებოდა დღის წესრიგში რადგანაც ისინი არიან დღეს ჩვენი სინდისი და ასე ვთქვათ ნებისმიერი სირთულის გადალახვის ასე ვთქვათ მთავარი იარაღი ჩვენ შემთხვევაში ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ მიმართულებითაც იქნება არა მარტო პოლიტპატიმრებზე არამედ ასევე ანგარიშების მომზადება, რომელიც ითვალისწინებს, რომ რუსეთთან და ჩინეთთან და ირანთან კავშირების თაობაზე მათი სპეცსამსახურების მიერ სპეციალური ანგარიშის მომზადება, რაც კიდევ ერთხელ იქნება დამადასტურებელი ბოლო რაღაცა გვირგვინი მათ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სასაფლაოზე იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით და ვცდილობდით, რომ ყველა გაგვეფრთხილებინა ამის თაობაზე, ფაქტიურად დადასტურებული იქნა მთელი ამ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ თითეული მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან და ნატოსგან და ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, რომელთა წყალობითაც ეს ქვეყანა გადარჩა, რომელთა წყალობითაც ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ და მე დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი 1000 საუკუნის განმავლობაში იარსებებს, იმიტომ რომ სხვანაირად დასავლეთის გარეშე საქართველოს მომავალი არ არსებობს. დასავლური ცივილიზაციის გარეშე საქართველოს არანაირი მომავალი არ არსებობს. მაშინ ვიქნებით რაღაცა ჩამორჩენილი ირანის და იმის, რა ქვია, რუსეთის და ჩინეთის რაღაცა მომსახურე ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ის, რისთვისაც ჩვენ ვესწრაფვით. ამიტომ მე ძალიან წამს იმ ბრძოლის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია, კიდევ უფრო მეტი ერთადდგომა არ შეგუება ამ რეჟიმის წინააღმდეგ, არ დამორჩილება, არის ის ერთადერთი იარაღი, ის მშვიდობიანი იარაღი, რაც ჩვენ საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს და თუ ჩვენ ამას კარგად დავანახებთ თომ მსოფლიოს, კიდევ უფრო მეტი ამ რეჟიმის შემზღუდავი ნაბიჯები იქნება გადადგმული უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა ნინო. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მართლაც დიახ ის რომ ეს ქვეყანა გადარჩა და ფეხზე დგას და ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდი, რომელიც გვეგონა რომ მიგვიყვანდა ლოგიკურ დასასრულამდე და ახლა გვატრიალებენ უკან. ეს დასავლეთის დამსახურება იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში და ამ გზით სვლას ჩვენ მაინც გავაგრძელებთ. მე მჯერა რომ ეს განწირული სულისკვეთება შედეგს აუცილებლად გამოიღებს. საერთოდ არ არის განწირული სულისკვეთება. და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ჩვენ ამას ყველაფერს ნახავთ. მადლობა ნინო და დიდი მადლობა. ხო, აი ეს კონტექსტი, რომელზედაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ამის იმედს ნამდვილად იძლევა ისევ როგორც ევროპიდან, ასევე შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთი ვახსენეთ, მათი სანქციები, ერთ-ერთი პირველი იყო ყველაზე ეფექტური სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ. რა ხდება ახლა გაერთიანებულ სამეფოში? იქ დაბრუნდა ისევ დისკუსია და ნარატივები ევროკავშირთან ურთიერთობაზე, შეიცვალა კი სტარმენი, მოვიდა ენდი ბერნჰემი. ამ ყველაფრის შესახებ გიორგი ბადრიძესთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ საუბარს რამდენიმე წუთში. საქართველოს ბანკის ტერმინალის სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე.